მოგესალმებით თითოეულ თქვენთან გვას უღმესი მადლობა იმის რომ გამოწერილ გაქვთ ჩემი არხი იმის რომ ალაიქებთ და აკომენტარებთ ვინც არ მიცემთ გაგეცნობით მე ვარ კატო დღეს მინდა გავაკეთოთ გაშლა პაუზა თუ დასასრული ხო იქნება თუ არა განვითარება ურთიერთობას ადამიანი თქვა გავიდა რაც მოსაფიქრებლად და თქვათ არ ჩანს ხო უკვე რამოდენიმე პერიოდია და აქედან გამომდინარე თქვენ გაინტერესებთ საბოლოო ჯამში ეს ადამიანი დაბრუნდება თუ სამუდამოდ გაქრა ხო თქვენი ცხოვრებიდან. Კარგი, ნახოთ აბა პაუზა თუ დასასრული. ვინ ხართ თქვენ, რა ენერგიებში ხართ? თქვენ ხართ ადამიანი, რომელიც სულ შეიძლება ითქვას 24/7-ზე იბრძვის, 24/7-ზე ცდილობს რომ თავი დაიცვას, ნახეთ როგორი მომენტია. ადამიანი, რომელიც ყოველთვის ცდილობს, რომ ზედმეტად არავინ არ შემოუშვეს თავის პირად ენერგიებში, ხო, თავის ემოციური მდგომარეობა აკონტროლოს, ხო, რაღაცნაირად, რაღაცა ის თავისი შინაგანი წითელი ხაზები, რაც გააჩნია, იმის იქეთ არავინ გადმოუშვეს და ზოგადად მე ესე ვიტყოდი, რომ დიდად არც გიყვართ თქვენ, რომ თქვენს ვინმეს ცხოვრებაში რაღაცა ესე ძალიან იჭრებოდეთ, ხო? საკმაოდ მყარი ადამიანი ხართ, საკმაოდ ესეთი მიწაზე მდგომი ადამიანი, რომელსაც შეუძლია პასუხისმგებლობების აღება, ამ პასუხისმგებლობების ბოლომდე მიყვანა და იცით რა არის კონტროლი საკუთარი თავის ყველაზე მეტად რაც ისახება აქ ეს არის ადამიანი რომელიც ემოციებს ყოველთვის მაქსიმალურად აკონტროლებს და ყოველთვის გონებას უფრო მეტად ასე ვთქვათ აკვირდება ხო რაღაცნაირად გონებით უფრო მეტად მოქმედებს ვიდრე ემოციებით საკმაოდ ისეთი ძლიერი ენერგიების მატარებელი ხარ შეიძლება ითქვას ადამიანი რომელიც შეიძლება ითქვას ძალიან დიდი საყრდენი არის არა მარტო ოჯახის წევრებისთვის, არამედ მეგობრებისთვის, კოლეგებისთვის. მე ესე ვიტყოდი, რომ თქვენ ხართ ადამიანი, რომელსაც შეუძლია ყოველთვის, ყველა ასპექტში ნებისმიერ ადამიანს გაუწოდოს დახმარების ხელი, ხო, ნებისმიერ ადამიანს რაღაცნაირად დაეხმაროს და შეძლებს დაგვარად, ხო, რა თქმა უნდა, ხა შეუძლებელს ვერავინ ვერ გავაკეთებთ. ეს კიდე რა მომენტი ისახება თქვენთან, რომ ესე ვიტყოდი, ამ ეტაპზე შეიძლება ითქვას, რომ თქვენ ხართ გაურკვევლობაში, რატომ მოხდა, იმდენად შეიძლება ითქვას, რომ ემოციებსაც აკონტროლებდით, საკმაოდ ისეთი დაკვირვებული თვალიც გაქვთ, გამოცდილებაც, ეს თქვენი ცხოვრებისეული გაკვეთილები, რომელიც გავლილი გაქვთ უკვე საკმაოდ ისეთი შესაძლებლობა იმისი, რომ კარგად აგენახათ თქვენს გვერდზე, თქვათ, ვინ იყო, ვინ არ იყო, როგორი დამოკიდებულებით იყო, თქვენ თვითონ გაქვთ ხა რაღაცა გაურკვევლობის მომენტი, აი რა მოხდა, ხო, ისეთი რატომ ეიქცა, ხო, შეიძლება ესე ითქვას, ადამიანი შეიძლება ერთ დღეს უბრალოდ ადგა, გავიდა სახლიდან და აღარ დაბრუნდა, ხო? და გაქვთ ეს განცდა, რომ აი რა მოხდა კი, მაგრამ ესე რატო გავიდა, ხო? აი თქვათ, ან უბრალოდ სამსახურში წავიდა, აქ შეიძლება ვიღაცისთვის რაღაცა ოჯახის კუთხითაც იყოს, თქვათ, მეუღლის წასვლის მდგომარეობა. ხო, უბრალოდ ადამიანი ადგა დილა, წავიდა სამსახურში და სამსახურიდან ბრუნდება სახლში და არ მოდის სახლში, ხო? ანუ სად მიდის, სად არის რაღაცა დროის მერე იგებს, რომ თითქოს ადამიანი, რა ვიცი, წავიდა საფიქრალად, ოღონდ რის საფიქრალად, შეიძლება თქვენთანაც გიკვირდეთ, ხო? კარგით, ნახოთ აბა როგორ განვითარდება ეს სიტუაცია, პაუზა თუ დასასრული. აი, არ ვიცი, ადამიანი აშკარად წავიდა საფიქრალად, რო იტყვიან. საფიქრალად
იცით რა არის, მე ესე ვიტყოდი, რომ აქ ადამიანი რატომღაც დადგა არჩევანის წინაშე. ნუ არ ვიცი ხა მესამე ფაქტორები, ნუ ხა ყველასთან შეიძლება პარტნიორის კუთხით არ განვიხილოთ, მაგრამ აქ უფრო მაინც ისახება ის, რომ აქ შეიძლება ითქვას, რომ ვიღაცას ყავდა პარტნიორი, რაღაც ესე გვერდზე, ან რა ვიცი, მეგობარი ასე ვთქვათ, რომელიც თანაც მოუწია რაღაცნაირად ესე ვიტყოდი, გულმა გაუწია შეიძლება ითქვას. ყოველ შემთხვევაში აქ თითქოს ადამიანი რაღაც არჩევანის წინაშე დადგა უცბად, თქვენ თუ ვინმე სხვა, ხო, სადაც შეიძლება ვთქვათ, უბრალოდ ადამიანი გრძნობდა თავს უფრო რაღაცა მოთხოვნადად შეიძლება ითქვას, რომ თქვენ იმდენად ძლიერი ენერგეტიკის ადამიანი ხართ, ნახეთ, იმდენად ძლიერი ჩამოყალიბებული პიროვნება ხართ და მე ესე ვიტყოდი, ცოტა შეიძლება ძუნწიც ხართ, ნახეთ, აი რაღაცა ემოციებში, ხო? აი ემოციების კონტროლი იმდენად კარგად გამოგდით, რომ შეიძლება ბევრ შემთხვევაში ძუნწიც იყავით რაღაცა ემოციური კუთხით და შესაბამისად აქ ადამიანს სჭირდებოდა შეიძლება ითქვას რაღაც ესე ემოციური თავგადასავლები, ესე რომ აღწეროთ და ადამიანი და გავიდა ესე რომ ვთქვათ აყვა იმ ემოციებს, რომელიც ვთქვათ სხვა ფაქტორიდან წამოვიდა ამ ადამიანთან და შესაბამისად ადამიანი გადის ურთიერთობიდან იმისთვის, რომ გააკეთოს არჩევანი, ხო, რაღაცა და თითქოს ამ ადამიანისთვის ნახეთ ესე ვიტყოდი, სადაც უკეთესად გადაუსვამენ თავზე ხელს, იქ არის მისი გზაო, ესე შეიძლება ითქვას, ხო? აუზო თუ დასასრული. მე ვერ ვიტყვი, რომ აქ არის დასასრული, ეს ადამიანი შესაძლებელია, რომ ძალიან მალე მოვიდეს კიდევაც რაღაცა თავისივე, ასე ვთქვათ, ფეხი როგორ წავიდა, ისე მოვიდეს, მაგრამ ნუ ნახეთ როგორი მომენტია ამ ადამიანისთვის, აი ეს სიტუაცია შეიძლება ითქვას, რომ მოხდა იმის გამო, რომ თქვენგან ეს ადამიანი ვერ იღებდა იმ რაღაცა ემოციურ ფონს, რომელიც ვთქვათ, მისთვის მნიშვნელოვანი იყო, ხო? რაღაცა იცით როგორი მომენტია, ახლა თქვენ თუ ვთქვათ, უფრო მეტად იყავით ორიენტირებული რაღაცა შეძენაზე, რაღაც ის შექმნაზე, ხო? ანუ ნახეთ, შეძენაზე ხო ცოტა ისე გამოდის მატერიალური კუთხით გამოდის, მაგრამ ნუ ეს შექმნაზე, ხო, რაღაცა სტაბილურობის, ოჯახის, რაღაცა ისეთი უფრო გადასული იყავით აი მატერიალური რაღაცა საკითხების მოგვარებაზე, ამ ადამიანს პირიქით სჭირდებოდა არა ის რაღაცა ოჯახური სიმყუდრობა, არამედ ეს ქარისავით ურთიერთობა, სადაც რაღაცა ეს ემოციები, თავგადასავლები და ესეთი დამოკიდებულება იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანი შეიძლება ითქვას რაღაც აყვა ამ ტალღას, აყვა და გავიდა რაღაც არჩევანის წინაშე დააყენა საკუთარი თავი, რომ ნუ აი მისთვის რა უფრო მნიშვნელოვანია, ხო, რაღაცა ეს სტაბილურობა თუ რაღაცნაირად ეს რაღაცა ერთ დღიანი, ორ დღიანი თუ ერთ თვიანი რაღაცა ემოციური მდგომარეობა, ისე რომ აქ ადამიანი დაბრუნდება, ეს არ არის წასვლა ამ ადამიანისგან სამუდამოდ, ეს ადამიანი დაბრუნდება, შეიძლება უკვე ფიქრობს კიდევაც როგორ უნდა დაბრუნდეს, ხა, იმიტომ რომ თათ ისე არ უნდა დაბრუნება, რომ ადამიანს თქვა თავისი ავტორიტეტი დაეკარგოს, ესე ვთქვათ, მაგრამ ნუ ყოველ შემთხვევაში
ბოლომდე დასრულებული და წასული ურთიერთობა ნამდვილად არ არის. აქ სამკუთხედი სიტუაცია არის რაღაცა პერიოდით, სადაც უბრალოდ ადამიანი, ესე რომ ვთქვათ, გაერთო, აი ესე თulis ეს ადამიანი ყოველ შემთხვევაში, აი ადამიანი გაერთო და მერე დაბრუნდება იქ, სადაც ვთქვათ, სიმყუდროვე დახვდება, ხო? აი ისევ იქ თავის ბუდეში დაბრუნდება, რაღაცა ესეთი მომენტია. აქ მესამე პირების არსებობის გამო არის ურთიერთობა დაშლილი, მაგრამ დაშლილი სამუდამო დაშლილი არა. კიდევ ერთხელ ვიძახი, ეს არის პაუზა, ამოწურავს იმ ადამიანთან ბოლომდე ემოციებს, ამოწურავს რაღაცა თავის ჟინს, ესე რომ ვთქვათ, და ადამიანი დაბრუნდება მერე. აი ეს არის ყველაზე ესეთი მომენტი, რომ ამ ადამიანისთვის რაღაცა ის შეიძლება რაღაც მომენტში არის ხოლმე ესეთი მომენტები, რომ მამაკაცებს, ქალბატონებსაც ვერ ვიტყვი მარტო მამაკაცებს, არის თუნდაც 20 წლიანი ოჯახი დანგრეულა და რომ გადამიხედი, აი რატომ, ხო, თქვათ, აი ემოციების ნაკლოვანების გამო. რაღაცა სტაბილური, ანუ უკვე ოჯახურ თანაცხოვრებაში რომ შედის ურთიერთობა და რაღაცა წლები რომ ერთმანეთთან ურთიერთობა აქვთ, იმდენად რაღაცა ერთფეროვნებაში გადადის ყველაფერი, რომ სჭირდება ერთ-ერთ მხარეს მაინც, ანუ შეიძლება ორივე მხარე სჭირდებოდეს მუხტის მიცემა, ხო? და აი აქ ზუსტად ეს მომენტი აქვს ადამიანს, რაღაცა ემოციები სჭირდებოდა, რომ თავი კიდევ ერთხელ დაერწმუნებინა, რომ ჯერ კიდევ შესაძლებლობა აქვს, რომ ჯერ კიდევ სასურველია, ჯერ კიდევ საინტერესოა, ჯერ კიდევ შეუძლია რაღაც ესე მოხიბლოს საწინააღმდეგო სქესის ადამიანი და აი ეს დროიტყვან ქარაფშუტული მიამიტური ქმედება ჩაიდინა ადამიანმა. თუმცა წასვლას ნამდვილად აქ ვერ ვხედავ, რომ სამუდამოდ წასვლის მდგომარეობა იყოს. აქ ადამიანი დაბრუნდება აუცილებლად. მაგათ აი ესეთი გამოვიდა ეს გაშლა, არ ვიცი ხა ვისთვის არის, ვის რეზონირდება, მაგრამ თუ ელოდებით კიდე აგიბრუნდებათ, რომ ამოწურავს საკუთარ თავს იქ იმ ყველა შესაძლებლობას იმ სხვა ურთიერთობაში და კი დაბრუნდება. თუ არ გინდათ რომ დაბრუნდეს და არ დაელოდებით, აქ უკვე შეგიძლიათ თქვენ მიხედოთ თქვენს თავს და დატოვოთ ეს ადამიანი იქ, სადაც, რა ვიცი, ესე უნდა რომ გამოამჟღავნოს თავისი, რა ვიცი, შესაძლებლობები. მე ბედნიერებას გისურვებთ, რა თქმა უნდა, თითოეულ თქვენთანაც დროებით.